სინდისის პატიმრების პროცესები კი გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. Ამ წუთებში 11 პირის ხდომა იწყება, მათ ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. Დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს ანატოლი გიგაურის საქმის განხილვაც. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, დღეს ბრალდებული დასკვნით სიტყვას ამბობს, მომდევნოს ხდომაზე კი სავარაუდოდ უკვე განაჩენი გამოცხადდება. კიდევ ერთი საქმე რუსეთის მოქალაქეებს ანასტასია ზინოვკინასა და ანტონ გრიბულს ეხება. მათ ნარკოტიკების ფლობას ედავებიან, რასაც ბრალდებულები უარყოფენ, ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და დარწმუნებული არიან, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო იშებიან. ქეთი ნადიბაიძე ესწრებას ხდომებს, სადაც გადაღება აკრძალულია, შესაბამისად კადრების ხდომებიდან არ არსებობს. შეგვიძლია მოვისმინოთ, როგორ მიმდინარეობს ეს განხილვები. Am წუთებში სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს ანატოლი გიგაურის ინტერესების დამცველი ლაშა ცუცქირიძე საუბრობს საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მან აქცენტი გააკეთა და ყურადღება გაამახვილა განსაკუთრებით მოწმე პოლიციელების ჩვენებებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მათ მისცეს სასამართლოს ცრუ ჩვენებები, მათ შორის პოლიციელმა ვახტანგ გაბუნიამ, რომელიც ერთადერთი დაზარალებული არის ამ საქმეზე და რომელიც ამბობს, რომ ანატოლი გიგაურმა მას სახეში დაარტყა ხელი. დღეს ლაშა ცუცქირიძემ სასამართლოს კიდევ ერთხელ წარუდგინა მთავარი ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს ხელის მოქნევის კადრი. გიგაური არც უარყოფს, რომ ხელი მოუქნია პოლიციას, რომელიც მას მოხვდა არა სახეში, არამედ ქურთუქზე. ამ ფაქტამდე რამდენიმე წამით ადრე კი თავად პოლიციელმა დაარტყა მას სახეში მუშტი. ეს სცენაც არის აღწერილი და გადაღებული აი ამ კადრში ჩანს გარკვევით, თუმცა მიუხედავად ამისა, როდესაც გამოიკითხა ეს დაზარალებული პოლიციელი, მან ეს ფაქტი უარყოფ. საერთო ჯამში ადვოკატი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქმეში დევს სრულ ჩვენებები, არსებობს მტკიცებულების სახით ვიდეო კადრები, საიდან გამომდინარეც ის ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა ბრალდებული ანატოლი გიგაური, რომელსაც ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას და ემუქრება მრავალწლიანი პატიმრობა. როდესაც ადვოკატი საუბრობდა და მიმართავდა სასამართლოს დასკვნითის სიტყვით, მოსამართლემ დაიწყო საქმის მასალებში გარკვეული დოკუმენტების ძიება და მისი კითხვა და ანატოლი გიგაურმა მიმართა მოსამართლეს. ხომ არ ნერვიულობდა ამ საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლემ კი უპასუხა, რომ არამის არ ნერვიულობს, კითხულობს დოკუმენტებს და ურჩია ბრალდებულმა მოსამართლეს, რომ მის ადვოკატს კარგად მოусმინოს. მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ვიდეო მტკიცებულება, სადაც ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ აზიანებს პატრული ინსპექტორი დაზარალებულად ცნობილი პირი და როგორ ურტყავს შეკრულ მუშს ანატოლი გიგაურს სახის არეში, ხოლო 2-3 წამის შემდგომ განმეორებითი მცდელობისას უკვე ანატოლი გიგაური იქნევს ხელს. ეს არის ბუნებრივია, კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს აუცილებელი მოგერიების ფარგლები. პოლიციელის სტატუსი თუ ეს სტატუსი პირს არ იცავს იმისგან და არათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ მას თავდასხმის პროცესში, როცა თავდასხმა არის, რა თქმა უნდა, იმწუთიერი წარმოეშვება აუცილებელი მოგერიების პირობები. შესაბამისად, ამ პირობებში, როცა ანატოლი გიგაურს ედავებიან პოლიციაზე თავდასხმას, ბუნებრივია, ყველანაირ სამართლებრივ ფაქტებს და არგუმენტებს მოკლებულია 353 პრიმა მუხლით, თითქოს პოლიციას თავდაესხა ანატოლი გიგაური. უსპენდის ლაშა ცუცქირიძეს, რომელიც ბრალდებულ ანატოლი გიგაურის ადვოკატი არის, ის რამდენიმე წუთში დაასრულებს მის დასკვნით სიტყვას და უკვე დასკვნითი სიტყვით სასამართლოს მიმართავს თავად ბრალდებული. ეს არის ბოლოს წინას ხდომა და შემდეგ ხდომაზე ანატოლი გიგაურის საქმეზეც გამოცხადდება უკვე განაჩენი. სანამ მოგიყვებით რა სიტყვის სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვაში ბრალდებული გიგაური, მანამდე გეტყვით, რომ ამ წუთებში იწყება სინდისის კიდევ რამდენიმე პატიმრის, 11 პატიმრის სასამართლოს ხდომა. დღეს გაგრძელდება კვლავაც ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით და ჩვენი ინფორმაციით დღესაც გამოიკითხებიან დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები. ამ საქმეზე ზოგადად დაზარალებულად ცნობილი არის დაახლოებით 180-მდე პოლიციელი. ყველას გამოკითხავს თუ არა პროკურატურა, ეს ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა ათობით პოლიციელი უკვე გამოკითხული არის და ვერც ერთი მათგანი ხელს კონკრეტულ დამნაშავეს ამ 11 ბრალდებულიდან ვერ ადებს. დაცვის მხარის მტკიცებულებები არ იქნება, ისევ ბრალდება გააგრძელებს საკუთარი მოწმეებისა და მტკიცებულებების გამოკლებას, სავარაუდოდ ისევ იქნებიან დაზარალებულად ცნობილი პიროვნებები, რომლებიც მოვლენ და იტყვენ იმავეს, რასაც შვიდითვე ამბობენ.
როგორც გითხარით, რამდენიმე წუთში დაიწყება 11 ბრალდებულის სხდომა. ამ წუთებში კი გრძელდება ანატოლი გიგაურის საქმის განხილვაც, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა და შემდეგ სხდომაზე გიგაურის საქმეზეც გამოცხადდება განაჩენი. ამ შემთხვევაშიც მოსამართლე არის ჯვებე ნაჭყებია. აქვე კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით მოგეყვებით. დღესვე გაიმართება რუსეთის ორი მოქალაქის სასამართლო პროცესიც, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო პროცესებში და რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის დაიჭირეს, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ და სხვა იდენტური შინაარსის საქმეზე დაკავებული მონაწილეების მსგავსად ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.